ნახველი დიდ ყურადღებას იჩენს ყველა ეტაპზე მისი შემოქმედების, მისი ცხოვრების და 24 წელიწადი რა თქმა უნდა განსაკუთრებულია და ჩდება ხოლმე ეს კითხვა, რომ ხო შეეძლო საკუთარი ნივთებიდან მაინც რაღაცა გაეყიდა და ეს ბედყრული ცხოვრება ემიგრაციაში სიღარიბე თან მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა შეემსუბუქებინა, მაგრამ ეს იყო ძალიან სხვანაირი ადამიანი, იქაც მუდამ იმის სტაჟი იყო, რაიმე სახსარი მოეყვებია, რომ ქართული კულტურა იქაც გაევრცელებია, გამოეცა, გაეკეთებინა. აი მოგიყვებით ასეთ დეტალს. თამაშობდა ლატარიას. იმის იმით რომ რაღაცა შეიძლება მოიგო და მართლაც მოიგო, მნიშვნელოვანი თარგმნა და ხო არ გონიათ რომ საკუთარ თავს მოახმარა. შეიტანა ბანკში აგროვებდა სახსარს სპეციალურად, რომ რაღაც თანხამდე ასულიყო და დაეწყო ალბომის გამოცემა, სხვა გამოცემა. იყო ამნაირი შემთხვევა, როდესაც თვალებით კიბოდა ძალიან სერიოზულად და ღვთისმიანმა ხალხმა დახმარება გაუწია კერძოდ ერთმა ამერიკელმა ქართველმა გამოუგზავნა $700. იმის მაგიერო წასულიყო ჟენევაში, სადაც ასწავლეს, რომ ძალიან კარგი საშუალებები იყო ამის სამკურნალოდ. ეს ფული ვერ გაიმეტა თავისთვის. ასევე შეინახა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ რაღაც გამოცემას მოახდინა. აი ყველა ადგილზე ექვთიმე თაყაიშვილი ფიქრობს და მის საზრუნავი არის საქართველოს კულტურული აღმავლობა. ასე იყო მთელი ეს 24 წელიწადი იყო ის მარტვილობა ფაქტობრივად თუ დავაკვირდებით კარგად იყო დანაკარგი და მოწყვეტა იმ გზიდან, რომელიცაც მას არჩეული ჰქონდა 1897 წლიდან და დაგვიტოვა ჩვენი კულტურისთვის უამრავი მარგალიტი. ძალიან საინტერესო არის ბიოგრაფიული შტრიხი, რაკი ბაბუაც სამხედრო არის, მამაც სამხედრო არის, ორი ძმა ორივე სამხედროები არიან, რო არ შევთხოვოდა ექვთიმე თაყაიშვილს, მამა უნდა იყოს დადგენილი არ არის, სიმონ თაყაიშვილი აზნაური, ჩოლოქის საზღვარზე კორდონის მცველი, ესე იგი მესაზღვრო. მისი მეუღლე ნინო ნაკაშიძე, მაკვანეთელი, ნაკაშიძე თავადი არის, ჩვენ ამის საბუთები გვაქვს, თაყაიშვილი აზნაური, მაგრამ ეს არაფერს ანიშნავს. ექვთიმე თაყაიშვილი გაიზარდა უკიდურეს სიღარიბეში. უკიდურესი სიღარიბე, წარმოუდგენელი სიღარიბე, რატომ მამა გარდაეცვალა დაბადებისთანავე, ნაბოლარა არის, მეოთხე შვილი არის. აი თუ ეს ასახავს იმ ეპოქას, აი ბაბუა. მასში იკითხება ძველი საქართველოს შტრიხები, შემდეგ უფრო ევროპეიზებული, ანუ რუსიფიკატორული კვალის მამა და დანარჩენებს ჩვენ ვაკვირდებით, დავაკვირდეთ მის ძმებს, სამხედრო ფორმაში გამოწყებილები, ნიკო, ვარლამი, ნიკო ძალიან წინ ვერ წავიდა სამხედრო კუთხით, ვარლამი იყო артиллерიის გენერალი. ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა არის მაშინდელი ქართველებისთვის, მაგრამ ვარლამა ეს მოახერხა უკიდურეს გაჭირვებაში. მისი ძმა ვარლამი ფაქტობრივად აქედან მოიშორეს, ნათესავებმა გააგზავნეს სასწავლებლად ვორონეჟში და მოდის წერილი და აქ ექვთიმე თაყაიშვილს უნდა ჭირდებოდა კიდე მის სიძეს, ლისას, მეუღლეს, ძიმითელ აზნაურს, სიმონ გოთუას და აქედან მიწერენ წერილი, იქიდან ამბობდნენ, რომ შეიძლება ბავშვმა ვერ ჩააბაროს გამოცდა და გამოგზავნეთ ფული, რომ გამოუშვათ უკან, თუ არ გამოუშვათ უკან, ჯარისკაცად უკრავთ თავს ჯარში და ეს იყო რეკრუტი ფაქტობრივად. და მიწერენ წერილი ნათესავებმა, დარჩეს მან და გააგრძელოს სწავლობა. აღმოჩნდა ისე, რომ ვარლამა ჩააბარაკტერა გამოცდები, გაამწესეს პეტერბურგში, უბაღლეს სასწავლებელში. და აქ ჩამოვიდა უკვე გამარჯვებული ოფიცერი და საბოლოოდ ეს გახდა რუსეთის არმიის გენერალი. ექვთიმე თაყაიშვილი მე არ დავამთავრე ეს თემა, ალბათ ეს კოჭლობა, რომელიც ბავშვობაში მას შეემთხვა და ადგილობრივმა ექიმბაშებმა ვერ უშველენ, მაგრამ ბავშვს არ ეტყობოდა. მაგრამ დავაკვირდეთ ერთხამეს ეს კოჭლი კაცი ადიოდა და პოულობდა ისეთ ძეგლებს ჩვენს მთებში, რასაც სხვები ჯანმრთელები ვერ აკეთებდნენ. ესე იგი, შეფერხება მისთვის არ არსებობდა ფაქტობრივად. მე მინდა დავამთავრო ის თემა, როდესაც დადგა საკითხი თუ ვინ გამოსულიყო ექვთიმე თაყაიშვილი, ალბათ ღმერთის ჩაგონებით, მან აირჩია და სულელი გამოთქვა, რომ ესწავლა. სწავლის სახსარი კი ნათესაობას არ ჰქონდა. მას დედა აღარ ყავდა, მამა აღარ ყავდა, ფაქტობრივად სიძის ამადა იყვნენ დარჩენილი სამი ძმა, მაგრამ მაინც მოახერხა და გზა გაიკვლინა ქუთაისამდე. დავაკვირდეთ ეს პეტრას სასწაულს, როდესაც მან ისწავლა 4 წელი ოზურგეთში
და ერთი წელი შემდეგ ფოჩი და ბრუნდება ლიხაურში, ეს საკმარისი იყო, რომ მისთვის პატარა სამსახური ეშოვათ აქ ადგილზე. და ერთი წელი ევთიმე თაკაიშვილის გაუცდა, იმიტომ ვეღარ გააგრძელა სწავლა გიმნაზიაში, რომ არ იქნა მოპოვება ამ სახსრის და ბუნებრივია მის გარშემო ადამიანები ცდილობდნენ ეს პრობლემა არ შექმნოდა სწავლის პრობლემა. ნახეთ როგორ ჩააღწია ქუთაისში. ქუთაისში ჩასული ძმის ხაზარმაში, სადაც ძმა მსახურობდა ჯარში ცხოვრობს. ღვთისმიანი ხალხი უყურებს სამხედროები. არაფერს არ ეუბნება ბავშვს. და რა ხდება? მეზობელი, რომელიც აკვირდება ამ უცხო ბავშვს სამსახურო ნაწილში და უყურებს, როგორი ბეჯეთი არის, როდესაც იმეობს, ჩაბარებულობა გამოსცეს გიმნაზიაში. წაიყვანს თავის სახში, მიიპატიჟებს, ჩემი შვილების ამნაირი ბეჯეთები გამოვლენა. სულ ამნაირი იღბალი ახლავს მის ცხოვრებას და პატარა ბიჭი, რომელსაც გადასახადის ფული არ ქონდა, ხო? ფულის შოვნას იწყებს სხვა ბავშვების რეპეტიტორობისთვის. მეგონი საკმარისია.